ხალხი დაჩაგრეს რუსებმა. მონა მორჩილი გახადეს. მერე და მერე ჩვენებმა კომუნისტური პარტიაში შევდნენ. გაყიდეს საქართველო და გახდნენ კომუნისტები და აწვალებდნენ ხალხს. ისინი გაიყო მათი. ძალიან ცუდი ბავშვობა მაქვს გატარებული. იმიტომ რომ მამაჩემი რეპრესირებული იყო და ჩვენ ყველგვარი უფლებები წართული ჰქონდა. მახსოვს რომ მე-5 თუ მე-6 კლასში ვიყავი, შემოწმებაზე მოვიდნენ და დამალეს. უფლება არ მქონდა მესწავლა მე. მამაჩემს უფლება არ ჰქონდა. დასწრებული იყო მშობელთა კრებას. მიზეზი ის იყო, ძველი თავრობის წარმომადგენელი იყო კირნათი, აჯარიწყალი, მაჭახლის ხეობა შედიოდა ქედის მაზრაში და ქედის მაზრაში მამაჩემი იყო ყადი. ყადი ნიშნავს რაიონის სასამართლოს თავმჯდომარეს. ყავდა ერთი 5 თანაშემწე კიდე, რომ მოხდა გადატრიალება, რევოლუცია რომ მოხდა და თანდათანობით კომუნისტური პარტია მიიწევდა აღმა. ქედაში ევიდა, შვახეთში ევიდა, სკოლაში ევიდა, ორ ხელისუფლიანობა რომ შეიქმნა ქედაში, მამაჩემმა გამოიქცა. გამოიპარა. მაინც მოაკითხეს და მამაჩემი დეიჭირეს. პროკლამაციები უდვეს მამაჩემს. ბუხაში ჩამოუკიდეს და დასაჭიროად რომ მოვდნენ მამაჩემისა, სანამ მამაჩემს ბორკის დაადებდნენ, ხელებში უკრიდნენ, მანამდე ბუხას ეცენ და პროკლამაციები ჩამეიღეს. ისე დეიჭირეს მამაჩემი. გადაარჩინა მისმა სიმამმა მახინჯაურელი, შემთხვევით მეგობარი ყავდა ჩეკისტებში და ახლა უსაფრთხოებას ებდებიან. მაშინ ქვია უშიშროება. ახლა უსაფრთხოება ქვია და იმან მამაჩემი გადაყვანილი თბილისში ჩამეიყვანა. მიუსწრა დახრეტვას. მანამდე ეწვალებიეს ბოდიში თქვენთან და კბილები ათხარეს, ბოცეც დააჟინეს მამაჩემი. იმცი აწვალეს, გამოსატეხა თვითონ. მისმა სიმამმა სიცოცხლეში უნარჩუნა, მაგრამ ხმა წაართვეს. გადაარჩა დახრეტას, მაგრამ ყველგან უფლებები წართული ჰქონდა ცხოვრების. გადასახადი ორმაგას ვიხდით. კოლექტივში არ ვიყავით. მამაჩემი რომ მოკდა, მერე შევედით კოლექტივში ჩვენ. ისიც წვალებით არ ვღებლობდნენ. მთელი ოჯახი იყო რეპრესირებული, მაგრამ დოკუმენტი ვერ ვიშოვე, მარტო მამაჩემის ვიშოვე და შევტანეს სასამართლოში და რეაბილიტირება გუუკეთეს მამაჩემს. ეს დაახლოებით 60-იან წლებში, 60-70-იან წლებში. ბოლოს პატარა მოლბე სიმკაცრეს მუშვეს და მას სიმკაცრემაც დაშალა კომუნისტური პარტია. სიმკაცრე არ იყო